შუადღემშვიდობის დღეს პარასკევია, ტრადიციულად რადიო იმედის ეთერში სპორტის თემის დრო არის. დღეს ვისაუბრებთ წყალბურთის შესახებ. ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დანაკარგების გარეშე გაიარა და კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მე-7 იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპს მასპინძლობდით და ძალიან დამაჯერებელი იყო ჩვენი ნაკრები. ნიტა შუშიაშვილი ჩვენი ეროვნული გუნდის წევრი არის დღეს ჩვენი სტუმარი, მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მადლობთ რომ გვეწვიეთ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. სამი თამაში ჩავატარეთ, სამიდან პირველი ორი მოვიგეთ, სამივე მოვიგეთ, მაგრამ პირველი ორის გამარჯვების შემდეგ ნათლად ჩანდა, რომ მესამე შედეგს პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. გულისხმობ ისრაელის წინააღმდეგ დაპირისპირება, სადაც ასევე გავიმარჯვეთ 19-9 და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული პრობლემები შეგვექმნა, ან დაძაბულობა იყო საწყის ორ შეხვედრაშიც. მოდი თავიდანვე დავიწყოთ პირველი დაპირისპირებით, განვიხილოთ და რამ გამოიწვია ის, რომ საქართველოს ნაკრები რეალურად ყოველგვარი თქვათ თავდაბლობის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს ერთი თავით აღვემატებოდა. კი, შედარებით მარტივად გავიარეთ ევროპის კვალიფიკაცია. ჩვენთვის რაც მთავარი იყო ეს ორკვირიანი მომზადება საკლუბო სეზონის დამთავრების შემდეგ, რაც გავიარეთ უმძიმესი ვიტყოდი. გამოგვეყენებინა მაქსიმალურად, იმიტომ რომ ნაკრებს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ შევიკრიბოთ ხშირად სეზონის განმავლობაში და ამ თამაშებზეც მთავარი მიზანი იყო, რომ რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით, თუმცა შეგვინარჩუნებინა კონცენტრაცია, რაღაცა ტაქტიკური მონახაზი გაგვეკეთებინა, გვეთამაშა ზედმეტი პრესინგი, შეიძლება ქონა ამის საშუალება, რომ უფრო უფლება მიგვეცა თავისთვის, რომ რაღაც სხვადასხვა სიახლეები გვეცადა ჩვენ თამაშში და გამოგვეღო შედეგი. ეს ამ მეტოქებთან კარგად გამოგვივიდა და შედეგზეც აისახა. მოდი პირველი შეხვედრით დავიწყოთ. როგორ წარიმართა ეს შეხვედრა? დასაწყისშივე გადაწყდა გამარჯვებულის ბედი თუ მაინც იყო საწყის სრუთებში, თქვათ იგივე ორთავბრძოლა? თავიდანვე მაღალი რიტმი დავეჭირეთ, ტემპი თამაშის. და მალევე პირველივე ტაიმში ალბათ უკვე ყოველთვის გასაგები იყო რომ ჩვენ მოვიგებდით თამაშს. საბოლოოდ თამაში ისე წარიმართა რომ ყველა მონდომებული იყო ბოლო წუთამდე და რაღაც რეკორდულ მაჩვენებელს მივედით. დიდი პრობლემა არ შექმნა პირველ თამაშში. ან მე მაყურებელს ვეტყვი რომ პირველი ორი თამაში ჩავატარეთ შვეიცარიის და ბულგარეთის წინააღმდეგ და გავიტანეთ 70 გოლი და ჩვენ კარში მივიღეთ 15 და ბოლო ტურში უკვე ისრაელთან 19-9 მოვიგეთ. ეს ვერ ვიტყვით რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ან შესაძლებლობები ან ისრაელისას ან შვეიცარიისას ან თუნდაც ბულგარეთისას თქვა აღემატება დღის მონაცემებით აუზებს გულისხმობ მე და შესაძლებლობას, მაგრამ ეს სანაკრებო დონე ჩვენი მაინც სხვა არის. როგორ გონია რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ეს უკვე წლების განმავლობაში ჩვენ მონაწილეობამ უმაღლეს დონის ტურნირებზე, როგორც არის საკლუბო დინამო თბილისის გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე, თუ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატების მონაწილეობა, ჩემპიონატებზე მონაწილეობა და რა თქმა უნდა პირველი ნაკრების სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მოსამზადებელ შეკრებებზე და ევროპაზე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, ბულგარეთს, შვეიცარიას და ისრაელს ამის გამოცდილება არ ქონია. ჩვენი თაობა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩავანაცვლეთ წინა თაობა ღირსეულად და რაღაც დონე დავიჭირეთ ისეთი, რომელიც ამ ინფრასტრუქტურის განსხვავების მიუხედავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფავორიტები ვართ ესეთ გუნდებთან და ქვეყნებთან. ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის მოსმენა, სანამ უშუალოდ კონტინენტის პირველობაზე ვისაუბრებთ და თქვათ ჩვენ შანსებზე, იმიტომ რომ ძირითადად ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები ან ახალი გუნდები იშვიათად არის ხოლმე წყალბურთში. ჩვენ ვიყავით 8 წლის წინ, ხო, დებიუტანტები და მას მერე 7 ევროპა ზედიზედ ძალიან კარგი შედეგია. ეხლა მე შემადგენლობას რომ ვადევნებ თვალს, ყავს 2 ლეგიონერი ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, ანუ ნატურალიზირებულ მოთამაშეს გულისხმობ, ეს არის პიე შიუაცი და ვლანოვიჩი. მე მახსოვს, როდესაც წყალბურთის აღორძინება დაიწყო, მაშინ გაცილებით უფრო მეტი ლეგიონერი ყავდა მათ
შორის მწვრთნელიც, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. დღეს პრინციპში ყავს ორი და რაც თავარია, ისეთი როლები მათ არ აქვთ, როგორც თუნდაც პირველი ნაკრების ფორმირების პროცესში. აი ეს საკითხი თუ არის თქვენთვის საინტერესო და აქტუალური? რა თქმა უნდა, ადრე იყო 6-7 ლეგიონერი, იყო ძირითადი შემადგენლობა ლეგიონერების და ჩვენ დამხმარე ძალა ვიყავით. ეხლა ნელ-ნელა იცვლება ეს და უკვე ქართველებს მიყვავს თამაში, ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ჩვენი ეს ლეგიონერები უკვე დიდი ხანია ჩვენთან ერთად არიან და გუნდის სრულფასოვანი წევრები არიან და მინდა ვთქვა, რომ მთელი მონდომებით გულით თამაშობენ და მათ არა მარტო პრესტიჟზე, არამედ ღირსებაზეც ისახება ეს თამაშები და უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან, ძალიან საჭიროები არიან გუნდში. არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი, რომ ისინი ჩვენ არ გვჭირდება, უბრალოდ არის სწორი დინამიკა დაჭერილი და სწორად არის განაწილებული როლები, როგორც ქართულ, ისე ნატურალიზირებულ მოთამაშეებს შორის. არდა საწყისე პერიოდში ძალიან დიდი დისბალანსი იყო. აი ამ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ აი ამ ლეგიონერებთან, ნატურალიზირებულ მოთამაშეებთან ურთიერთობამ, სავარჯიშო პროცესმა, თამაშმა და გამოცდილებამ ეს შედეგი განაპირობა გარკვეულწილად. აუცილებლად ყავდა ესეთი ლეგიონერი წლების განმავლობაში ბორის ვაპენსკი, რომელიც არის ცაცია, ჩემ პოზიციაზე თამაშობს და მე მისგან უამრავი რამე ვისწავლე. ალბათ ჩემ პირად განვითარებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის და როგორც თანაგუნდელი, როგორი ქცეოდა აუზზე, როგორი პროფესიონალი იყო, როგორ თამაშობდა რაღაც გადაწყვეტილებას როგორ იღებდა, ასევე სხვა პოზიციებზე, ყველა პოზიციაზე ყავდა თითო ლეგიონერი. მათ შორის მეკარეც თუ არ ვცდები? მეკარეც იყო ერთი პერიოდი, სანამ მე მოვიდოდი ნაკრებში, იქამდე იყო სტრუიჩი. ეს გამოცდილება არის, მათგან ვისწავლეთ ბევრი რამე, კიდევ ვსწავლობთ ერთმანეთს ვეხმარებით და ალბათ სამომავლოდ საშუალო ასაკი ჩვენი ნაკრების რამდენია? ერთი პერიოდი ძალიან მაღალი საშუალო მაჩვენებელი იყო, თუ არ ვცდები 2 ევროპის ჩემპიონატის წინ დაახლოებით მე-5 ევროპის ჩემპიონატზე რო გავედით. ეხლა თუ არის შემცირებული? ალბათ არის. ყავს 5, 6, 20, 21 წლის მოთამაშე. ზუსტი საშუალო ასაკი არ ვიცი, თუმცა შედარებით უფრო შემცირებული. 26-27 წლის ზევით ქართველები არ ვარ. აი წყალბურთში მაქსიმალური ასაკი თქვათ რა არის? ახლა იბრაჰიმოვიჩმა და მოკლედ ფეხბურთში კრისტიანო რონალდომ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ზოგადად ძალიან მაღლა აწიეს. თუნდაც NBA-ში მის კარტერმა ითამაშა 40 გადაცილებულ ასაკში, LeBron James საერთოდ შულთან ერთად თამაშობდა. ყოველ შემთხვევაში ესე აღიქმებოდა, რომ LeBron James ცოტა უწევდა თამაში. თუ არის გაზრდილი თქვენთანაც და რა არის ეს საშუალო აი მაგალითად? ადრე იყო, ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკითხებოდნენ 35 წლის მოთამაშე უკვე ითვლება ვეტერან კარიერის მიწურულს. ეხლა არის გაზრდილი. მან წყალბურთშიც გაიზარდა. რომ შევხედოთ, გადავალოთ თვალი ჩემპიონთა ლიგის მოწინავე გუნდებში, ეს ტოპ 4 რო ავიღოთ, რომელიც Final Four-ის მონაწილეები არიან. შეიძლება აქ 5-6 გუნდი მოისაზრებოდეს, რომელსაც აქვს საშუალება რომ იბრძოლოს ამ ტოპ 4-ისთვის. ყველას ყავს 20-35 გადაცილებული მოთამაშე, რომელიც არის ლიდერი ჯერ კიდევ და წამყვანი, როგორც შეიძლება პარალელი გავალოთ LeBron James-ზე და ასე შემდეგ. მართლა აწეული არის ეს წყალბურთის ასაკი. ინდივიდუალურია ხა აუცილებლად მაგას სერიოზული არა მარტო ფიზიკური მომზადება, არამედ ფსიქიკა ჭირდება. ამდენი წელი სპორტი, აქტიური სპორტით იყო დაკავებული. ჩემთვის ამ გადმოსახედიდან წარმოუდგენელი და რთული არის, თუმცა არის მაგალითები 40 წლის მოთამაშის, 35-37 წლის მოთამაშის, რომელიც უმაღლეს დონეს იჭერს ჯერ კიდევ. ძალიან კარგი და სასიამოვნოა. ჩემპიონთა ლიგა ახსენეთ, სადაც პრაქტიკულად ბოლო წლების განმავლობაში რეგულარულად გამოდის დინამო თბილისი. ჩვენ ახლა როგორც გულშემატკივრები ძალიან გვწყინს, რომ სეზონი მთავრდება, მაქსიმუმი არის ჩვენთვის ერთი მოგება, ხან მოგების გარეშე ვასრულებთ. მინდა მაყურებელს უბრალოდ განვუმარტო ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრისა. აი მაგალითისთვის ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგა რომ ავიღოთ, იქ არის კალათები. პირველი კალათა, მეორე კალათა, მესამე და მეოთხე. ანუ ერთ ჯგუფში აუცილებლად პირველი კალათის ერთი გუნდი ხდება, მეორე კალათის ერთი, მესამე და მეოთხე შესაბამისად. ჩემი ინფორმაციით წყალბურთის ყენჭისყრის დროს ეს ასე არ ხდება და დინამოს მოუწია მაგალითად ერთ კონკრეტულ წელიწადს 4 ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან თამაში, რაც ძალიან რთულია. დინამო თბილისის მნიშვნელობაზე თუ შეგიძლიათ მითხრათ, იმიტომ რომ ესე შეიძლება ჩვენ გვაქვს წაგებები, მაგრამ სადღაცა რაღაცა პროგრესი იძლევა.
დინამო თბილისის წვლილი ქართულ წყალბურთში არის უდიდესი წვლილი აქვს დინამოს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენები განვითარდნენ და ესეთ დონის მოთამაშეებს დაუპირისპირდნენ და ესეთ დონის გუნდებთან იასპარეზონ. მეც 5 წლის წინ თუ არ ვცდები, ეს იყო კორონამდე ბოლო წელი, როცა შეწყდა ჩემპიონთა ლიგა და საერთოდ სპორტი. მეც დინამო თბილისის წევრი ვიყავი და პირველ წელს დინამოსთან ერთად გამოდიოდი ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინ სხვა სისტემა იყო, როგორც თქვით, კალათების გარეშე იყო და საერთოდ არ შეიძლება ყველა ჩემპიონი შენთან მოხვედრილი იყო, ხო, ბოლო წლების. გუნდში, ჯგუფში იყო 8 გუნდი, მაშინ და ყავდა 4, რომელიც ფაქტობრივად არ მოგვითხოვებოდა მოგება კი არა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენ ამ გუნდებთან შეიძლება გვეთამაშა. როგორც არის პრორეკო ოლიმპიაკოსი და ასე შემდეგ აღარ დავასახელებ. წელს სისტემა იცვლება, დინამო თბილისი რჩება ისევ ქართველი მოთამაშეების განვითარების, ესე ვთქვათ, სანაკრებო საბაზისო გუნდად მართლა. და რა ვიცი, არაჩვეულებრივ ეს ახალგაზრდა მოთამაშისთვის არის რაღაცა წარმოუდგენელი გამოცდილება და ამას დინამოს გარეშე ჩვენ ვერ გავაკეთებდით. მეც განვითარდი, არიან მოთამაშეები, როგორც ვატო დადვანი, რომელიც დინამოდან წავიდა უცხოეთში, დინამოში გამოიჩინა თავი. ვატოზეს თქვათ, ხო, იმიტომ რომ სერბეთის ჩემპიონი გახდა მოტეხილი თითით. კი. ადრიატიკის ლიგის Final Four-ის MVP აიღო საუკეთესო მოთამაშე და ეს რაღაც ერთ-ერთი ყველაზე რთული ტურნირი არის. სერბეთის ჩემპიონი გახდა შემდეგ და ევროთასის ფინალი ითამაშა. ანუ მაგის მეტი არ არსებობს, ხო? მაგის მეტი ევროპაში არ არსებობს. შენი გასული სეზონის შესახებ რა შეგიძლია თქვა, სად გაატარე და მომავალ სეზონს სად დაიწყებ? წელს ვიყავი პრიმორაცის მოთამაშე, მონტენეგროს ჩემპიონის მოთამაშე. ისევ როგორც ვატო თამაშობდი ადრიატიკის ლიგაზე, მოგეხსენებათ ადრიატიკის ლიგა არის ხორვატია, მონტენეგრო და სერბეთის საუკეთესო კლუბების შიდა ჩემპიონატი. ეს არ არის ევროტურნირი, უბრალოდ არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შიდა ჩემპიონატი. ამაში მონაწილეობას ვიღებდი. საინტერესო სეზონი მქონდა. ათენიდან გადმოსული აქ ცოტა შეჩოვა გამიჭირდა, თუმცა ვიტყოდი რომ წარმატებული იყო სეზონი, მონტენეგროს თასი მოვიპოვეთ, პირველობაზე მეორე ადგილი დავიკავეთ. და ვიცი, შემდეგ წელს უნგრეთში გადავდივარ BWS-ის რიგებს დავამატებ. ანუ ევროპული წყალბურთის მექაში, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. უნგრეთი ჩემთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო და ყოველთვის მინდოდა უნგრულ ჩემპიონატში თამაში. ეს ერთი შეხედვით შიდა ჩემპიონატი უნგრეთის საუკეთესო იყო წლების განმავლობაში, დღესაც ვიტყოდი რომ საუკეთესო არის და ერთ-ერთ კარგ გუნდში გავდივარ უნგრეთში და ძალიან მოხარული ვარ. ანუ რეალურად ის ამბავი რომ დაახლოებით 10 წლის წინ სანქტლიცაძე ვარი იყო, თქვა წყალბურთელი, რომ ნაკრების შემადგენლობა ყოფილიყო დაკომპლექტებული, დღეს ვითარება შეცვლილია. აი, დაახლოებით რა კონკურენცია არის დღეს იმისთვის, რომ სანაკრებო განაცხადში მოხდეს, თქვათ, ქართველი წყალბურთელი. მოგესალმებით, გვაქვს ახალგაზრდა ნაკრებების მოთამაშეები, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან და მათთან ერთად ვარჯიშებზე გამოძახებაზე ყოველთვის არიან, უკვე გაფართოებული არის სია შემადგენლობა სანაკრებო. ნაკრები მოზადებას იწყებს 25-30 მოთამაშით, შემდეგ მცირდება, თუმცა კონკურენცია უმაღლესი არის და ჩვენთვის ისევე როგორც მომავალი ნაკრების მოთამაშეებისთვის ეს ძალიან ჯანსაღი და ესეთი კარგი რამ არის, რაც უკვე არსებობს ეს კონკურენცია საქართველოს ნაკრებში. იცი რა მაინტერესებს, მოთხოვნა რამდენად დიდია ქართულ მოთამაშეებზე, ეხლა დადვანის შესახებ ვისაუბრეთ, შენი გასული სეზონით შეაფასე, აი დღეს ეხლა ნაკრებში რა კლუბებს წარმოვადგენთ? ნუ მესმის რომ დინამო არის აბაზისო, მაგრამ ყავს ლეგიონერებიც. კი, რა თქმა უნდა, მე ამაზე მინდოდა საუბარი, ადრე 5-7 წლის წინ ქართულ მოთამაშეებზე არ იყო ისეთი ყურადღება, როგორც უცხოელად რო წაიყვანო, მოგეხსენებათ, შეზღუდული წყალბურთის შეზღუდული რაოდენობა არის უცხოელების. პოტენებულია ხო მანდაც? კი, ზოგ ქვეყანაში არის ევროკავშირიდან უცხოელად არ ითვლება, ზოგში 3 არის ლიმიტი, ეს შიდა ჩემპიონატში გულისხმობს, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ქართველი მოთამაშეები მოწინავე კლუბებში არ მიდიოდნენ. თუმცა არ ვიცი, პირველი ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე მოვხდი ნოვი ბეოგრადის რიგებში, რომელიც ეს გუნდი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო
დაკომპლექტდა ოლიმპიური ჩემპიონებით. ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2 წელი ზედიზედ, უკვე ქართველი მოთამაშე გამოჩნდა, რომ თამაშობს უმაღლეს დონეს და ამასობაში დინამოც შედეგებს დებდა, ოლიმპიაკოსს უგებდა. ეს ის წლებია, როცა ჩვენ 8 საუკეთესო გუნდში შევედით ევროპაში როგორც ნაკრები და უცებ გაჩნდა კითხვა, რომ ქართველი მოთამაშე აშკარად შეიძლება რომ თამაშობდეს უმაღლეს დონის წყალბურთს და აღარ გვიყურებდნენ ისე ცოტა ზემოდან უკვე იყო ქართული მოთამაშე დაფასებული, მონდომებული, ენერგიული. ვატო ერთ-ერთი მაგალითი არის, რომელიც წავიდა ჯერ მლადოსში, სანდრო ადეიშვილთან ერთად. გადავიდნენ რადნიჩკის რიგებში, სერბეთის ვიცე-ჩემპიონში და შემდეგ წელს მიზნები აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლეს შედეგს მიაღწიონ. ასე რომ მაგაც კვარაცხელიას მაგალითის არ იყოს, მოკლედ ევროპამ ჩვენსკენ გამოიხედა და ეს ძალიან სასიამოვნოა. თუნდაც ის რომ ვთქვათ, წყალბურთი საქართველოში პოპულარული არ არის რეალურად, პოპულარული არის, მაგრამ ახლოს ვერ მიდის ფეხბურთთან, ახლოს ვერ მიდის ხალათბურთთან, ახლოს ვერ მიდის რაგბისთან. მე მაინც ჩემს გარშემო ყოველთვის არის წუწუნი იმასთან დაკავშირებით, რომ აუზებზე არ არის ადგილი და ძალიან რთულია, რომ ვთქვათ, იგივე ცურვაზე ბავშვი ადარო ან წყალბურთზე საკმარისად დაიტვირთოს, ეს ერთის მხრივ გამოწვეული არის იმით, რომ არ არის საკმარისი რაოდენობის აუზები ქვეყანაში და მეორე, მაინც მოთხოვნა დიდია. როგორ ფიქრობ, ჩვენი გენეტიკის გათვალისწინებით, აი ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, თუ არის შესაძლებელი, რომ ვთქვათ, როგორც რაგბი ჩვენი თამაშია, წყალბურთიც გახდეს ჩვენი თამაში? ყველა წინაპირობა გვაქვს ამისთვის. ნაკრების შედეგებიდან დაწყებული, რა ვიცი, როგორც საქართველოს ნაკრები, როგორც არის დაფასებული უცხოეთში, ამისთვის ყველა წინაპირობა არის, რომ წყალბურთი ჩვენი თამაში გახდეს. თუმცა, ეს ინფრასტრუქტურაზე რო ვისაუბრეთ, ნამდვილად არის ამის ნაკლებობა, რომ შევადაროთ სულ ერთია, რომელ ქვეყანას დავასახელებ, უნგრეთი რო თქვა, უბრალოდ იმდენად შორს არიან, რომ აზრი არ აქვს, ანუ ბუდაპეშტის ინფრასტრუქტურას რო შევადაროთ მთელი საქართველოს აუზები, ალბათ იმათი მეათედი არ გვექნება, ასე რომ მარტო ბუდაპეშტის ცოტა რთული არის წარმოსადგენად იმათ, რამდენად ჩართულობა აქვს ამ სპორტში, რამდენად სხვანაირად უყურებენ ხელმისაწვდომობა, ძალიან მარტივია. დიახ, ეს ზუსტად ეგ არის, რომ ბავშვს შეუძლია, რომ აუზზე იაროს, ცურვა ისწავლოს. ყველა არ არის აუცილებელი წყალბურთელი გამოვიდეს და სპორტსმენი გამოვიდეს, უბრალოდ აი ეს კულტურა ამ სპორტისადმი არ არის ჩვენთან ჩამოყალიბებული სამწუხაროდ და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს ამას. ყველანაირად ხელშეწყობა ჭირდება არა მარტო მშობლის ბავშვის მიყვანით, არამედ სპორტის მხრიდანაც და ეს სერიოზულ გეგმებთან და ფინანსებთან არის დაკავშირებული და ეს მესმის, რომ ეს ერთ დღეში არ ხდება, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ ხალხი დავაინტერესოთ წყალბურთით და იმედია, რომ უფრო განვითარდება ჩვენ ქვეყანაშიც ეს სპორტი. ისევე როგორც ევროპაში ამ მოთხოვნას და ამ ჩართულობას და რა თქმა უნდა, ფეხბურთს და კალათბურთს არც არ შეედრება, ყოველთვის ფეხბურთი და კალათბურთი არის მოწინავე სპორტი, თუმცა წყალბურთიც ერთ-ერთი დაფასებულია სერბეთში, უნგრეთში. შეიძლება ითქვას, რომ მართლა მათი თამაშია, რაღაც ნაციონალური მიჯაჭვულობა აქვს წყალბურთისადმი და ვისურვებდი, რომ ჩვენთანაც ესე ჩამოყალიბდეს ერთ-ერთი. პოპულარობა ერთია, მეორე არის, რომ სპეციალისტები მუდმივად ამბობენ, რომ იგივე ტანვარჯიში, იგივე ცურვა აუცილებლად არის ყველა სპორტის წინაპირობა და ყველასთვის კარგია თუ მოკლედ ამ ორი სპორტის სახეობით დაკავდება, იმიტომ რომ განვითარებას უწყობს ხელს თუნდაც სხეულის ფორმირების პროცესში და გარდატეხის ასაკში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღარაფერს ვამბობ, მე უკვე ვიზუალურ მხარეს და ვთქვათ ჯანმრთელობის კომპონენტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ევროპის ჩემპიონატს რო დაუბრუნდეთ, პრინციპში წინასწარ ვიცით, ხო, ვისაც შევხვდებით დაახლოებით მაინც, იმიტომ რომ ბევრ ხშირად არ იცვლება ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა, ვთქვათ, განაცხადი, იმიტომ რომ არიან გარანტირებულად მოთამაშე გუნდები. დღეს ჩვენ დაახლოებით მე რამდენი ვართ ევროპის რუკას რო გადავხედოთ, ჩვენი ვთქვათ საუკეთესო რეზულტატით. ჩვენი საუკეთესო შედეგი მერვე ადგილი იყო, მოგეხსენებათ. იქ იმ ტურნირზე ალბათ ეს უბრალო სპორტული ჩემი თავისადმი და ჩვენი გუნდისადმი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ იქ 6 ელშიც შევსულიყავით და ფრანგები ის მოგვეგო, ახლოს ვიყავით ძალიან ამ შედეგთან. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ არ არის რთული 8-ში დაბრუნება, არ არის მარტივი 8-ში დაბრუნება.
ჯგუფები ისე იქნება განაწილებული, რომ ორი ძლიერი ჯგუფი და ორი სუსტი უგულისხმობ 8-ს გარეთ 8-ის მიღმა გუნდები ერთად იქნებიან და ანუ 4 ნაკრებში აუცილებლად იქნება ორი ისეთი, რომელსაც წინა ევროპაზე აქვს 8 საუკეთესო შორის ნათამაშები და ორი ისეთი, რომელიც 8-ში ვერ მოხვდა. იცით რა, ადრე იყო ესეთი სისტემა და ეხლა შეიცვალა დაამსგავსეთ ხელბურთის სისტემას. 4-ვე იქნება ისეთი გუნდი, რომელიც იყო 8-ში და ჩვენთან ამ შემთხვევაში 4-ვე იქნება, რომელიც არ იყო 8-ში. და მე და ჩვენ პირველ რიგში ჩვენ ჯგუფში უნდა მოვიგოთ, უნდა გამარჯვება მოვიპოვოთ და იმათში წაგებულს ესე იგი 8 გუნდიდან უნდა ყველაზე სუსტ ჩავანაცვლოთ იმათში ყველაზე სუსტ, რომელიც საერთოდ არ არის სუსტი და მედლებზე ამბიციებით იქნებიან ეს გუნდები, იმათი ჩანაცვლება მოგვიწევს. ეს ფორმატი შეთვის რამდენად მისაღები არის, იმიტომ რომ არ არის თქვა ხშირი გამოყენების ფორმატი, ხელბურთშიც მესმის რომ ეს ესეა, მაგრამ მე მგონია რომ ცოტა არასამართლიანია, იმიტომ რომ გაცილებით სხვა პირობებში გიწევს თამაში. კი, მაგრამ საინტერესო თამაშები მიდის. მაინც გუნდები, რომლებიც თანაბარ დონეს თამაშობენ, არ არის ბურთების იმ ხელასხმობა, როგორც ჩვენ შესაძლოა დაფიქსირდა და 10 ბურთიანი სხვაობები არ ფიქსირდება. ყველა თამაში დაძაბულია. ჩვენი მხრიდან მე ვიტყოდი, რომ ეს გვაწყობს ახლა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ თუ გვინდა 8-ში დაბრუნება და თუ გვინდა მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილის მოპოვა, პირველ რიგში ჩვენ თავთან უნდა ვიყოთ სამართლიანები და უნდა ვთქვათ, რომ დანარჩენებთან ჩვენ ვიგებთ. და შეგვიძლია დანარჩენი, როგორც არის ჰოლანდია, გერმანიას ვიტყოდი, მაგრამ საოცრება მოხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხდა თურქეთმა გამოვაგდო. აი ესეთ გუნდებთან მეორე ადგილზე გავიდა გერმანია, შვედეთი, ფინეთი, ესეთი ჯგუფი იყო და ჯგუფში ჩარჩა. თურქეთის პროგრესირებადი ქვეყანაა წყალბურთის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში, ხშირად ხვდება დიდ ტურნირებზე. საკლუბო მიმართულებაც თუ აქვს განვითარებული? კი, Galatasaray დაენგა ყოველთვის კონფერენს ლიგის და ესეთი ანუ რანგით მეორე-მესამე დონის ტურნირებზე გამოდის და ამ ახალგაზრდა თურქ მოთამაშე ახალგაზრდა ნაკრები ძალიან სერიოზული ყავთ და საერთოდ ისეთ შედეგებს აფიქსირებენ, რომ საინტერესოა რა იქნება მათთვის მომავალში, მაგრამ წელს მაინც მგონია, რომ იანვარში ჩვენ უნდა ველოდებოდეთ მათთან მოგებას, უნდა გავიაროთ ეს ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით და იქ ალბათ ამჯერად არის რუმინეთი, რომელსაც ვხედავ შეგვიძლია გამოვაგდო ჩავანაცვლოთ. კი ბატონო. და რუმინეთთან თამაშის გამოცდილებაც გვაქვს, როგორც მახსოვს. თამაშის გამოცდილება გვაქვს, სამწუხაროდ ჩვენთვის ასიკეთად არ დამთავრდა ის თამაში, ველოდებოდით დაძაბულ ეს ევროპის ჩემპიონატზე ვიხსენებ, კი. მაგრამ ბევრი პრობლემა გქონდა, ბევრი რაღაცა ისე ცოტა ტურნირამდეც რთული პერიოდი გავიარეთ, რთული მოსაზრდებელი ტრამვებით იყო სავსე მოსაზრდებელი პერიოდი და ისე არ წავიდა თამაში, როგორც ჩვენ ველოდებოდით, დიდი ანგარიში დავმარცხეთ რუმინეთთან, რაც წლები არ მომხდარა და ჩვენ ყველა ელოდებოდა ჩვენ გამარჯვებას ერთის თვით. მაგრამ ფავორიტები ვიყავით და ვერ გავიმარჯვეთ, კი. ეს მტკივნეული იყო, იმიტომ რომ საბოლოოდ რუმინეთმა ოლიმპიადა ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონატზე სინგაპურში რუმინეთი მიდის და ჩვენ არ ვთამაშობთ. ჩემთვის დღემდე ეს თამაში ძალიან როგორც სპორტსმენისთვის მტკივნეულია, თუმცა არა და თქვენ გქონდათ შანსი გამხდარიყავით პირველი სპორტის სახეობა საქართველოში გუნდურში, ვინც მიიღებდა ჯერჯერობით ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში არ ყოლია წარმომადგენელი და რაღაცნაირად გულის ტკივილია ქართული სპორტული საზოგადოების. ნამდვილად გულის ტკივილია და რთულად გადავიტანეთ ეს პერიოდი, თუმცა ჩვენ გვაქვს რაღაც ეს რო შევხედოთ ჩვენ წყალბურთის განვითარების ისტორიას 2009-დან როცა დაიწყო პირველი ნაკრები როცა შეიკრა და ევროპის ჩემპიონატზე როცა გავიდნენ 2012 იყო თორსტები პირველად ყოველ წელს იყო პროგრესირებადი შედეგი. ყოველ წელს უკეთეს შედეგს ვდებდით. რაღაც მომენტში ჩვენ სირთულეებს შევხვდით და ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ჩვენი თავისგან ვითხოვდით. ეს არის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი. ბიჭები ყველა შევიკრიბეთ და ვლაპარაკობთ ამაზე ზუსტად, რომ ანუ წარმატება არ შეიძლება იყოს მხოლოდ სულ ზევით წინ და მოკლედ ყველაფერს საუკეთესო ველოდებით. გავიარეთ ეს ეტაპიც, მტკივნეული ეტაპიც, დავბრუნდით რაღაცა რეალობაში, რომ აჰა, ესე იგი არ ვართ მზად იმ მომენტისთვის, არ ვიყავით მზად, გვაკლდა რაღაც, ტაქტიკურია თუ ფიზიკურია თუ რაც შეიძლება, ფსიქოლოგიური რაც იყო, არ ვიცი. მოხდა მწვრთნელის ცვლილება ნაკრებში, შემადგენლობაში რაღაც ცვლილებები ჩვენს ცოტა სხვანაირად მივუდექით და მსოფლიო თასზე შევხვდით იანვარში წელს რუმინეთს.
ბუხარესტში ტარდებოდა მსოფლიო 1000, ჩვენთვის ძალიან პრესტიჟული ტურნირია, რა თქმა უნდა, მან მონაწილეობა საერთოდ საოცრება არის და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ამ გამოცდილების მიღება არის ძალიან სასარგებლო ჩვენი ნაკრების განვითარებისთვის. რუმინეთს იქ მოვუგეთ 12 ბურთიანი სხვაობით მოვუგეთ 24-ით 12 თუ არ ვცდები და რაღაც მხრივ რევანში შედგა. თუმცა მე არ ვიტყოდი რომ ეს ჩვენთვის რევანში არის, მე ველოდები ევროპის ჩემპიონატზე მათ იქ სადაც ჩვენ დაგვამარცხეს, იქ უნდა ავიღოთ რევანში. იქ უნდა ავიღოთ და დავუბრუნოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი. მე ესე ვუყურებ მაინც. პარალელურ რეჟიმში ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს ასევე პროგრესი, მუდმივად მონაწილეობს დიდ ტურნირებზე და იქაც გვაქვს ხელშესახები რეზულტატები, რაც ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ გვახარებს. მოდი სანამ დავასრულებთ მაყურებლისთვისაც და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო რამ მინდა ვიკითხო. ბევრს ისე კარგად არ ესმის ხელბურთი მაგალითად როგორც თუნდაც ფეხბურთი თავისი პოპულარობიდან გამომდინარე და თქვა დიდი დაფარო არ აქვს. ამიტომ უყურეთ ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ნაკრების თამაშებს და მერე უკვე ოლიმპიადაზე საინტერესოა მართლაც, მაგრამ ბევრი ვერ ერკვევა. ეხლა ეს რამ მაინტერესებს. ჩვენ შევცვალეთ მწვრთნელი ნაკრებში, მწვრთნელმა რაღაც შედეგებამდე მიგვიყვანა, მერე აღნიშნე რომ გახდა საჭირო თქვა ცვლილება. აი მაინტერესებს ხელბურთშიც თუ არის ესეთი გამოკვეთილი ხელწერები სამწვრთნელო, მაგალითად როგორიც არის ფეხბურთში. და რა შეიძლება იყოს განსხვავება? მოდი მარტივი კონვერტაცია რო ავიღოთ, არის თქვა იტალიური სტილი ფეხბურთში, რომელიც დაცვიდან თამაშობს, გვარდიოლა სტილი არის ტიკი-ტაკა, იქ მიხელსის ტოტალური ფეხბურთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი წყალბურთში თუ არის ეს მიმართულებები? კი, თანამედროვე წყალბურთი ძალიან საინტერესოა ტაქტიკურად, რთული თამაშია. ჩვენ არის რა თქმა უნდა ბალკანურ სტილს ვეძახი, რაც არის სერბეთის და მონტენეგროს და ხორვატიის სკოლა, რომელიც არის ტიპური ესეთი ძალაზე თამაში. არ ვიცი როგორ პრესინგის კომპონენტი იქ? პრესინგის კომპონენტით და უფრო აი მოწინააღმდეგის ფიზიკით დაჯავნით, მომზადებით და ტაქტიკური მონახაზიდან გამოყენება. პრინციპში ტაქტიკური მონახაზი არის უბრალოდ ერთმანეთის დახმარება და ზონაში მოძრაობა სწორი ხაზის დაჭერა. არ არის აქ რაღაცა შუალედების და ხაზების ჩაჭრა, არის პირდაპირ პირისპირ თამაში. არის იტალიელებთან ყოველთვის გვიჭირს ჩვენ თამაში, იმიტომ რომ თამაშობენ პრესინგს, რომელიც კონტრაზე მიდიან, რისკზე თამაშობენ, თუმცა ამისთვის სერიოზული ფიზიკური მონაცემები აქვს და მომზადება აქვს, რომ ეს შეასრულონ, ხოლო იტალიელებს შეუძლიათ თამაში. არსებობს იაპონელების სტილი, იაპონელების სტილის მთელი იაპონელების სტილი, რომელიც საერთოდ განსხვავებულ წყალბურთს თამაშობს და ისინი მეტი ეგეთი გუნდი არ არსებობს. მარტო იაპონელებს შეუძლიათ. არიან ცოტა დაბლები, ცოტა ფიზიკურად სუსტები შედარებით, თუმცა თავის სასიკეთოდ იყენებენ და არ ვიცი როგორ აღწერო, ზრიალებენ მოთამაშეს გარშემო და იყენებენ წესებს ზუსტად ისე, რომ თვითონ რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, ამასობაში რისკავენ თავის დაცვას. და რაგბიშიც ესე არიან თავიანთი სტილი შემოიტანეს, იმიტომ რომ იქაც ფიზიკური მასის პრობლემა ჰქონდა და ნატურალიზირების ხარჯზე მე ძალიან საინტერესო დამახასიათებელი ტაქტიკა აქვს. ასე რომ იაპონელები აგვიშალოს წყალბურთში. ტერმინიც არის შემოსული იაპონური პრესინგი, რომელსაც დრო და დრო ევროპული გუნდებიც მიმართავენ. არის M-ზონა, ესპანური, იტალიური M-ზონა, თანამედროვე, მოკლედ ძალიან ბევრი ტაქტიკური მონახაზია. ჩვენ ახლა ყავს ბერძენი მწვრთნელი, რომელმაც საერთოდ სხვა კუთხით შეგვახედა ამ ტაქტიკაზე, საერთოდ სხვანაირად ავეწყვეთ, ესე ვთქვათ და საინტერესო არის ბერძნული სტილიც, მოგვიხდა, ვიტყოდი რომ ძალიან კარგად მიდის და იმედია რომ უბრალოდ ამას განავითარებთ, იმიტომ რომ კიდე ბევრი რამე არის სასწავლი და ერთად შესათამაშებელი ბევრი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. 2026 წელს არის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი. ნიკა შუშიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. წარმატებებს გისურვებთ. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. მადლობა.